2024 წელს ისრაელთან დაპირისპირებამ ჰეზბოლაზე შექმნა ის წარმოდგენა, რომ ჰეზბოლა როგორც ორგანიზაცია ფუნქციურად დასუსტდა, რადგან მას გაუნადგურეს როგორც პოლიტიკური ლიდერშიპი, ასევე სამხედრო გენერალიტეტი და ასევე მთლიანად ეს ბიუროკრატიული სისტემა, აი ამ პეიჯერების ოპერაციით და ასეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ შესაძლებელი იყო ჰეზბოლას სრული დემილიტარიზაცია და მისი ლიბანური პოლიტიკიდან საერთოდ გაქრობა, როგორც სამხედრო კუთხით, ასევე პოლიტიკური კუთხით და აქედან 2024 წლის უკვე აი ბოლოდან 2005 წლის დასაწყისიდან იწყება პოლიტიკური პროცესი ლიბანში, როდესაც შეერთებული შტატები ლიბანში აგზავნის ამერიკის ელჩს თურქეთში ტომ ბარაკს, რომელიც შემდგომ მან შეითავსა წარმომადგენლობა სირიასა და ლიბანში და მას დაევალა აი ჰეზბოლას სრული დემილიტარიზება და მისი, როგორც ვახსენე, პოლიტიკურ სამხედრო სივრციდან, როგორც ფაქტორი ლიბანში მისი გაქრობა და ის მთელი 2025 წლის განმავლობაში აიძულებდა ლიბანის ხელისუფლებას, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრს, რომ ლიბანურ არმიას მოეხდინა ჰეზბოლას სამხედრო თვალსაზრისით განეიტრალება. იყო ესე თქვათ საკმაოდ დიდი ზეწოლები, ამისი მზაობა გამოთქვა კიდევაც ლიბანის აღმასრულებელმა შტომ, თუმცა პრაქტიკაში ის ვერ განხორციელდა, ვერ მოხდა ჰეზბოლას სრული დემილიტარიზება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ რატომ ვერ მოხდა ამას მოგვიანებით შევეხები, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტომ ბარაკი გამოირჩეოდა საკმაოდ უხეში რიტორიკით, ნაწილობრივ დავცინავი რიტორიკით და რაღაცა მისი ქმედება წააგავდა რაღაცა კოლონიურ მმართველის მიმართებებს, მსოფლმხედველობებს და გარკვეულწილად ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე ის შეურაცხყოფაში, როგორც ლიბანელი ხალხის, ასევე როგორც ლიბანური სახელმწიფოს. მან ასე ვთქვათ, ლიბანს უწოდა არსემდგარი სახელმწიფო, ასევე ახლო აღმოსავლეთს უწოდა გვარონული ოჯახების ერთობა და არა როგორც სახელმწიფო წარმონაქმნების კონფიგურაცია, ასევე მან რაღაც ლიბანელი ჟურნალისტები ნახევრად მოიხსენია როგორც ცხოველური ქმედების განმახორციელებლები, როდესაც რაღაც პრესკონფერენციაზე ხმაური ატყდებოდა.